მოგესალმებით ყველას, ვინც გვისმენთ კი მიხვდებით, რომ მე მარიამ დინარაძე არ ვარ, მართალია მისი გადაცემა იწყება, მაგრამ ვინ ჩამოხედავთ, დაინახავთ მარიამ დინარაძეს ოღონდ სტუმრის როლსა და ამპლუაში, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ელოდებით ამ გადაცემას, გემრიელ რეკომენდაციებს მარიამთან ერთად. მარიამ, მოგესალმები. მოგესალმებით, საკმაოდ საინტერესოა, უჩვეულო ამპლუაში და საკმაოდ სასიამოვნო სტუმრის როლში ყავთ. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. მარიამმა ჯერ საიმედო რეკომენდაციებით გააცნო თავი ტელემაყურებელს და მერე ჩვენს დაგვიმეგობრდა და აქ ძალიან საინტერესო ყოველ 4 შაბათს 1-დან 2 საათამდე დიალოგებს გვთავაზობს სტუმრებთან ერთად. მოდი გითხარი რეალურად როცა პროექტზე მუშაობდი, რა მიზანი ჰქონდა, იმიტომ რომ თუ რომელიმე გადაცემამ უნდა შექმნას, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ინტერესი და გარკვეული სიკეთე, ალბათ ეს შენს გადაცემას ყველაზე უფრო მეტად შეეფერება და გამოსდის. შენ რჩევებთან ერთად გვაძლევ კონკრეტულ რეკომენდაციებს, გვასწავლი და მე ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ყველაფერს ვიყენებთ. მაგალითად ის, რომ მე ახლა დიდი ხანია ცვილის პურს ვჭამ, შემიძლია თამა თქვა, რომ შენ გადაცემის დამსახურება. ასეთი მადლობები და აღიარებები ალბათ ბევრი გექნებოდა ამ წლების განმავლობაში. რა მიზანი ჰქონდა, როცა ამ პროექტზე მუშაობდი და გამოვიდა თუ არა? კი ბატონო, მოკლედ მიზანი იყო ძალიან მარტივი. ადამიანისთვის პირველ ადგილზე ჯანმრთელობა. თუ არ ვიქნებით ჯანმრთელები და ჩვენი სიცოცხლის ხარისხი არ იქნება მაღალი, შესაბამისად სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც აისახება ეს და ხარისხზე ზღურებრივ. ამიტომ ადამიანი რომ იყოს, ადამიანის ჯანმრთელობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. ერთი არის გენეტიკა, რომელსაც შეიძლება რომ ვერაფერი ვერ ვქნათ, იმიტომ რომ გენეტიკა და ასევე არის გარემო პირობები, ხო? რა სად ვცხოვრობთ, როგორ ვიკვებებით, რა ტიპის საყოფაცხოვრებო, ჰიგიენურ თუ ასე პარფიუმერულ თუ ასე შემდეგ საშუალებებს მოვიხმართ და ეს პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან და რაღაცნაირად აი იმ პერიოდის 90-იანებში უნდათ საჭმელი გეყიდა და ვინ დაეძებდა იმის ხარისხს, უბრალოდ ფიზიკურად არ იშოვებოდა და არც ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ ადამიანებს და არც ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა არ იყიდებოდა ეს საჭმელი, მაგრამ რაღაცნაირად რომ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, უკვე გაჩნდა მოთხოვნილება, რომ პროდუქტი არა მხოლოდ გემრიელი იყოს ხარისხიანი და ასე შემდეგ. თან ეხა ინფორმაციაზე თვითონაც ინტერნეტია და ასე შემდეგ, მაგრამ ამ გადაცემის გაკეთების მიზანი სწორედ ის იყო, რომ უცებ გაჩნდა ყველანაირი ინფორმაცია, აი ყვითელ გვერდებზე, თითქოს ის პალმის ცხიმი კლავს და აი ასეთი წარწერებით და მომხარებლა რომელიც არ იცის მართალი რომელია, თუ არა ყველაფრის შიში გაჩნდა, აი ყველაფრის მიმართ და უნდობლობა, დღემდე არის ეს უნდობლობა, აი ყველაფრის ჩასაკრებლები არიან, აი თურმე ის საშიშია და ზუსტად ამას ემსახურება ეს გადაცემა, რომ მათ შორის რადიოსიც რა თქმა უნდა და სატელევიზიოც, რომ ჩვენ მომხმარებლებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რომელსაც საფუძვლად უდევს მეცნიერული კვლევა. თუ კვლევა არ არსებობს, ვარაუდი შეიძლება რომ მქონდეს, რომ პირობითად რაღაც არის ცუდი, მაგრამ ამის დამადასტურებელი თუ არ არის, მოუვოდა რჩება ვარაუდად. ამიტომ ეს გადაცემა გაჩნდა იმიტომ, რომ ჩვენ მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. შენ იქეცი ერთგვარ ექსპერტ წამყვანად, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უამრავი შეკითხვა მოდის ხოლმე შენი მისამართით. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ უცხო ადამიანებიც წერენ და ვინც მარიამს იცნობს, იცის როგორი ხუთოსანი, ამიტომ ასეთი სიბეჯითით ის ყველას ცემს პასუხს. დღეს, როდესაც ნანოტექნოლოგიები ასეთი განვითარებულია, ფაქტობრივად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია ხელოვნური ინტელექტი, შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაცია გადავამოწმოთ და მან მოგვაწოდოს ასევე პასუხი ამა თუ იმ შეკითხვებზე. რით გამოარჩევს ეს გადაცემა
თავის ასე ვთქვათ აუდიტორიას ერთგვარ დაცვის მექანიზმს როგორ უქმნის, რომ თუნდაც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გავრცელდეს და კითხვის ფორმულირება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ერთი შინაარსის კითხვა სხვანაირად დასმული, სხვანაირად აღიქვას ხელოვნურმა ინტელექტმა და პასუხი გაქცეს სხვაგვარი და მეორე შემთხვევაში განსხვავებული იყოს. რა დამატებითი საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ შენ დაიცვა შენი აუდიტორია და მათთვის მიწოდებული ინფორმაცია მართლა სასარგებლო იყოს. სხვაშორის ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგია, თუ მართლა სწორად დაუსვამ შეკითხვას, ყველაზე სანდო მაინც გადასამოწმებლად მომხმარებელს არის ეს, უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი არ არის ჯერჯერობით ყველასთვის, ანუ რაღაცა ასაკის დიასახლისისთვის მაგალითად ცოტა რთულია. თან გარკვეულ დროს მოითხოვს. გადაცემაში თავმოყრილია ყველაფერი ერთად, ამჟამად 10-15 მაქსიმუმ 20 წუთში ჩატეულია მტკიცებულებებით, სანახაობაც, ექსპერიმენტიც, აი დაუშვათ ესე უნდა გადაამოწმო პირობითად სახამებლის არსებობა პროდუქტში მოწმდება იოდით. და ერთი არ ასე უბნები და მეორე როგორ აჩვენებ შენ ამას, რომ აი ესე უნდა გაკეთდეს. ან მაგალითად ხარისხიანი მაიონეზი უხარისხოს და ვიზუალურად გავარჩევ, ძალიან მარტივი გასარჩევია. ერთია რომ ამას წერილობით ნახულობ და უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მაგრამ მეორე როცა ვიზუალურად ამას ეთერში გაჩვენებ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთი მეორეს აცვლის, თუმცა ისევ და ისევ ხელოვნური ინტელექტი გადამოწმებული ინფორმაცია ყოველთვის უფრო სანდოა ხოლმე, ვიდრე რაღაცა გაუგება გვერდზე. ამაზეც მინდა ვთქვა, ბოლო დროს გაჩნდა ბევრი არა, მაგრამ 1, 2, 3 ძალიან კარგი პლატფორმა, რომელიც ძალიან მოკლე დროში და ძალიან სწორი ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად ისეთი რაღაცები გვესმო და აბსოლუტურად უსაფუძვლო მტკიცებულებით ფორმაში მოწოდებული და შემდეგ იწვევს დაბნეულობას, იმიტომ რომ მომხმარებელი არ იცის როგორ უნდა უსტარდეს. ერთგვარი კონსულტანტის როლიც გაქვს, იმიტომ რომ ნელა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად წინ მივიწევთ, როდესაც კონკრეტულ პროდუქტზე დატანილი ინფორმაციას ვკითხულობთ, როგორც მივხვდით, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ მაინც პრობლემაა ძირითადად და საჭირო ხოლმე შეკითხვების დასმა. მოდი მითხარი, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ეს გვარ ქცევას ეხება საქმე, მივდივართ და კონკრეტულ პროდუქტს ვიძენთ. რას უნდა დავაკვირდეთ? იქნება ეს ვარგისიანობა, შენახვის ვადები, სად შეიძლება ეს ინფორმაცია სრულყოფილი იყოს და რატომ არ უნდა დაგვეზაროს ამ ინფორმაციის წაკითხვა? პირველ რიგში სადამ დაზარებამდე მე ვთქვი, ვიცოდე სწორად წაკითხვა, იმიტომ რომ წაკითხვა არ არის მხოლოდ სიტყვების წაკითხვა, უნდა ვიცოდეთ გაკვირვებული აბრევიატურაც არის ხოლმე შემთხვევაში და რაღაცა განმარტებები, იქ რომელიც ცოტა რთულია. არ არის რთული, სხვა რა, აი ზუსტად ეგ არის, სირთულე გონიათ და რაღაცა შეიძლება შემადგენლობაში მცხო სიტყვები იყოს და ასე შემდეგ და გარკვეული სირთულე გონიათ. სინამდვილეში მთავარი ინფორმაცია არის ეტიკეტის მინიმუმ წინა ფასადის კითხვა მაინც უნდა ვიცოდეთ, მაგალითად სიტყვის. აი თუ ჩვენ ვყიდულობ კონკრეტულ პროდუქტს, იქნება ეს რძე, კარაქი, თუ ასე შემდეგ აღარჩევთ ყველი და ასე, უბრალოდ აი ძალიან ადვილია ეს სიტყვა უნდა მოვიკითხოთ. და ამაში ძალიან დიდი თუ შემცველი წერია ესე იგი ეს ის პროდუქტი არ არის, თუმცა აქაც მინდა ვთქვა ხოლმე, რომ როდესაც ჩვენ ვყიდულობთ პირობითად არაწერია არაჟანი და აწერია არაჟნის მაგვარი პროდუქტი. ან შეიძლება ეწეროს სხვა სოფლის პროდუქტი და არ ეწეროს არც არაჟანი და ეს ნიშნავს, რომ არაჟანი არ არის, ანუ რძის პროდუქტი არ არის და მას შეიძლება მცენარეული ცხიმები იყოს გამოყენებული ასე შემდეგ. ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ პროდუქტის საშიში ადამიანის ჯანმრთელობის უბრალოდ მისი ხარისხი არის დაბალი და ის ისეთი გემოვნური და სასარგებლო თვისებებით არ იქნება გაჯერებული, როგორც ნატურალური. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სუდია და თუ შევჭამთ რაღაც დაგვემართება. ეს კონკრეტული გადაცემები თუ გახსენდება, რომელსაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი ჰქონდა და გამოხმაურება, რაღაც შეცვალე, რაღაც გააკეთე, თქვათ სურსათის უნებლობა, რომელიც სპეციალიზებული დაწესებულება ინსტიტუცია მას ჰქონდა რეაგირება და ასე შემდეგ.
სხვათა შორის მე რაც შემიმოწმები ჩემი გაცემის ფარგლებში დარღვევა არსად არასდროს არ გამოვლინოთ. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ გადასაღებად მიდიხარ. არა, მე როგორ ვამოწმებ ყიდულობ ისე რომ ჩემ ჩუმად და შემდეგ ლაბორატორიაში ისე რომ ლაბორატორიასაც არ აქვს ბრენდის იდენტიფიცირების საშუალება, ანუ სპეციალურ სკოლში შეფუთვის ეტიკეტის გარეშე ვაგზავნე ლაბორატორიაში. უბრალოდ ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ძალიან მასშტაბური კვლევების ჩატარების საშუალება, მაგალითად კარაქს თუ ვამოწმებ მხოლოდ 3-ს და ამ დროს ვცდილობ ხოლმე რომ ის 3 შევამოწმო, რომელიც ყველაზე უფრო მოთხოვნადი. აი, მაგალითად ეგრეთ წოდებული ხლოპიებს რომ ეძახიან, გულგუშეელებს, რასაც ბავშვები ძალიან მიირთმევენ, ერთი შევამოწმე, იმიტომ რომ ის ერთი არის ყველაზე უფრო გავრცელებული, ძალიან ძვირადღირებული კვლევა, ან ერთი ნიმუშის კვლევა 500 ლარი ღირს და მე რომ 3 შევამოწმო, მაგრამ საბედნიეროდ თუნდაც აი ამ წირი, მაგრამ ხშირი შემოწმების შედეგად მე ჩემ შემთხვევაში დარღვევა არ დაფიქსირებოდა. რაც შეეხება თვითონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, გამოვითხოვ ხოლმე გარკვეული პერიოდულობით კონკრეტულ ინფორმაციას და მაგალითად მთელი წლის განმავლობაში დაფიქსირდება მაგალითად რძის პროდუქტებში 6 დარღვევა. ეს არის არ არის დიდი, რა თქმა უნდა ის არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ცოტა კიდევ ტრანსქიმებთან დაკავშირებით იყო, რომ მთელი წლის განმავლობაში, რომელი კაცი წელს 2022-ში ვწვევი 6 დარღვევა, მე 2 დარღვევა, მე საერთოდ ახალ დაფიქსირებულ. დარღვევების დინამიკა სურსათის ეროვნულ სააგენტოს კვლევებს თუ ვედობით, არის დადებითი, უკეთესობისკენ მივდივართ. ადამიანებმა, რომლებიც მედიაში უმუშაობთ და ვაკეთებთ კონკრეტულ თქვა გადაცემებს, ვიცით კარგად რა მუშაობს, ასე თქვა, რა გავარდება. შენ შემთხვევაში როგორ არის? რა თემა ყველაზე მგრძნობიარა ის სენსიტიურს რო ეძახიან, რაც აპრიორი იცი რომ ინტერესს წამოიღებს და შეიძლება ასე ვთქვათ უკავშირიც საკმაოდ მაღალი იყოს. ყველაზე უფრო მოთხოვნადი რა თქმა უნდა ყურებადი და დიდი ინტერესი იწვევს ის პროდუქტები, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია. და ეს წინასწარ ვიცი ხოლმე და ნახვებიც ამას რეიტინგით და შემდეგ ნახვებიც Facebook-ში, რა თქმა უნდა ამას ადასტურებს. მაგალითად ეს არის შვია, რომელსაც ბავშვებსაც აჭამენ წიწიბურა, კარაქი, ზეთი და ყველაზე მეტი ნახვა ქონდა სოსისებს და ძეხულს, იმიტომ რომ ესეთი ანონსი ქონდა, რომ რომელი ძეხვი და სოსისი არის უსაფრთხო. და მთელი გადაცემა უყურა საკმაოდ სიწუთიანი იყო თემსები. მაგრამ ბოლოს იყო პასუხი არ. სწორად ჩერჩილმა ფრაზა მიმუშავა. ხო, იცით რატომ? იმიტომ რომ ხალხს გონია, აი თუ გაგიგია ალბათ, რომ აი მე იყიდულობ ძვირი ღირს სოსის, ან მე იყიდულობ ძეხს ბავშვისთვის მარტო იქ და მარტო საქონლის ხორცით არის და სინამდვილეში სოსისში და ძეხში სულ სხვა რაღაცა წარმოადგენს. მაგრამ ძალიან საინტერესო თემა შევეხეთ. ფასი განსაზღვრავს თუ არა ხალის შენი დაკვირვებით, შენი ექსპერიმენტებით, ამ თემებზე მუშაობით, რა შეგიძლია თქვა? ყოველთვის არ განსაზღვრავს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში განსაზღვრავს. ხა ის სოსისი და ძეხვის მაგალითზე ვიტყვი. სოსისი ძვირადღირებული სოსისი შეიძლება იყოს ბევრი ხორცი, ნაკლები რაღაცა გამაძლიერებელი გემოსი და ასე შემდეგ, მაგრამ ის საშიში კომპონენტი, რომელიც არ არის სასურველი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და 18% ზრდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კანცეროგენური დაავადებების ან კიბოს განვითარების რისკებს არის ყველა სოსისში და ძეხულში. ორლარიანშიც და 100 ლარიანშიც, იმიტომ რომ მისი იქ ყოფნა არის აუცილებელი, ეს არის ნატრიუმის ნიტრიტი. ამიტომ ნებისმიერი სოსისი და ძეხვი არის საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, ხშირად მიირთმევა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ რაღაც ისე უნდა, მე მაგას არ ვამხრობი, რომ რაღაც ყველაფერი ამოვიღოთ რაციონად და მხოლოდ ისე ვიყვებოთ, მაგრამ გამონაკლისის შემთხვევაში ყველაფრის მიირთმევა და გემოვნება ზომიერების ვარგლებში შესაძლებელი, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამას საკუთარი თავის განებივრებისთვის მიირთმევთ და რაღაცას გარკვეულ ზიანს ის ჩვენს ჯანმრთელობას აყენებს. კვება სმაჭამა დიდად შესარგი განსაკუთრებულად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის ნაწილია. კი ბატონო, შეთანხმო. და მთელი რიგი რიტუალები გვაქვს, თუ გადავავლებთ თვალს, ვთქვათ, ჩვენს ყოველდღიურობას. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს კონდეს ერთის მხრივ მრავალფეროვნება და მეორეს მხრივ შესაძლებლობა რომ მიიღოს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია.
როდესაც კონკრეტულ თემებს არჩევ და აწვდი ინფორმაცია საზოგადოებას, რაზე აკეთებ აქცენტს? ხომ არ ცდილობ რომ დაიცვა ის ოქრozღვარი თუ რა ვიცი წითელი ხაზი, რომელსაც არ უნდა გადასცდე. მაგალითად ის რომ როგორი კალორიულიც არ უნდა იყოს არ ვიცი კონკრეტული პროდუქტი, მოდი ამ შემთხვევაში ვთქვათ, საახალწლო დღესასწაულებისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ვთქვათ კერძები რაღაცნაირად შეეხო ინფორმაცია მიაწოდო ისეთი, რომელიც შეიძლება დიდად ვთქვათ არ იყოს საზოგადოებისთვის მისაღები, მაგრამ იცი რომ ეს აუცილებელია. არა, დამალოს არასოდეს ხოლმე, უბრალოდ ყოველთვის ხაზს უსვამ, რომ ზომიერება უნდა იყოს დაცული. მაგალითად, ხშირად ვამაყობ და რა თქმა უნდა, ამაყვა ქართული ღვინო და წინა განიცადა ზუსტად ამაზე ალკოჰოლს და ეთნო. ერთი ჭიქა მაინც დავლიეთო და არა. ბევრისთვის გრძნობი არის, თითქოს არის ესეთი მოსაზრება, რომ აი დღეში ერთი ჭიქა ნებისმიერი ალკოჰოლი არ აღშობა ღვინო იქნება თუ ასე შემდეგ, ის ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას და ამას ყოველთვის ხაზს უსვამ. ეს არ ნიშნავს, რომ ღვინო არასოდეს არ უნდა ლიოს ადამიანმა, მაგრამ ჩვენ როდესაც ღვინოს მივხვდებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ჩვენს ჯანმრთელობას ნებს. ამას სულ ვამბობ. იგივე ვამბობ ჩურჩხელაზე. ჩურჩხელა რა თქმა უნდა უგემრი ჩემთვის, მაგალითად არ არსებობს დესერტი ჩურჩხელაზე უფრო გემრიელი. აი არაჩვეულებრივი გემოების სინთეზია ჩემთვის. მაგრამ აი როცა ვეხებით საცივს, როცა ვეხებით ხომს, როცა ვეხებით, არ ვიცი, ხომი ძალიან სასარგებლოა სხვადასხვა. ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ადრესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. და ხა იცი რომ გადაჭარბებული რაოდენობით მისი მიღება მაინც ასურველი არ არის, მაგრამ ხა როგორია რომ ადამიანს, რომელიც სამეგრელოში გიყურებს პირობითად, შენ იმას რაღაც ისეთი და ძალიან კარგია რომ ახსენე დღესასწაულებზე კი ბატონო. ჩვენ ყოველდღე ხომ არ გვაქვს დღესასწაული. დაბადების დღე წელიწადში ერთხელ გვაქვს. დაბადების დღეზე შეიძლება თვეში ერთხელ მოვხვდეთ ახალი წელი ერთხელ არის. მოდი ვთქვათ, ერთხელ არ არის, ორჯერ არის და ნახეთ როგორ არის. საერთო რაციონი უნდა იყოს ჯანსაღი. რას გულისხმობს ეს? ჩვენი ლიანი დღიური საკვების ნახევარი უნდა იყოს ბოსტნეული. რაც სამწუხაროდ და ამის პროპაგანდას უეწევს. საქართველოში არ არის პოპულარული აი კარტოფილი კი, მაგრამ აი მწვანე ბოსტნეული, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი და ასე შემდეგ, სალათის ფურცლები მწვანილი. ანუ ეს უნდა იყოს ადამიანის საკვების ნახევარი. მეორე ნახევრის მეოთხედან მეორე ნახევრის ნახევარი უნდა იყოს ცილა და ერთი მეოთხედი უნდა ანუ თებში გაყავით შუაზე ნახევარი უნდა იყოს ბოსტნეული და მეორე ნახევარიც გაყავით შუაზე უნდა იყოს ცილა ანუ ეს არის კვერცხი, ხორცი, თევზი და დანარჩენი ბურღულები. ასე თუ ვიკვებებით ჩვენ ყოველდღიურად შემდეგ ხან ძეხს თუ შევჭამთ, ხან გამოვივლით ქუჩაში მოგშვიდება და ფასტფუდში შევალდა შევჭამთ, ამითი კარგშაობა. კი ბატონო, ამითი არ, მაგრამ ყოველდღიურად ჩვენ შაურმით არ მოვიკვებოთ. აი ამას ემს. ხომ არა, როცა ვთქვათ, გაქვს შესაძლებლობა, რომ არჩევანი გააკეთო, ვთქვათ, გოჯსა და რაღაცა მწვანილებს შორის. ხა არ ვიცი, ვიღაც ალბათ აი ნახეთ. მწვანე საერთოს, მაგრამ ხახობდებით რომ 90% გოჯი მწვანე. ბოლოკი ხო კარგი. გოჯი ბოლოკი. გოჯს არ ჭამთ ყოველდღიურად მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და საკმაოდ რთულიც იყო გოჯი საკმაოდ არ იყიდება ხო რაღაც ბევრი წვალება უნდა მოკლედ და როცა თან გოჯი არ არის ესეთი მავნებელი გოჯი სხვა პროდუქტებთან შედარებით მაგალითად ეს გადაცემა ისიც არ დამოვიწყდეს მე თქვა იმსახურება იმას რომ ზოგს აქვს წარმოდგენა გარკვეულ პროდუქტებს რომ თითქოს ჯანსაღია პირიქით აი მაგალითად წვადი რაც არ უნდა ჭრე კარგი ხორცის იყოს ბოლის შედეგად წარმოიქმნება პოლი არომატული ნახშირ წყალბადი, ანუ კანცეროგენული ნივთიერებები. ამიტომ წვადი არ მიირთვათ ხო მაგას ადამიანს ვერ ვეტყვი. შენ მგონი ქიმიაც, ფიზიკაც გასწავლა. ამასობაში ვისწავლე. მაგრამ ნახეთ წვადი, აი თუ გაიხსენეთ, მაგალითად კავკასიაში ხო ძალიან გავრცელებული ის არის კერძია.
მას მიირთმევენ 1 წვას მიირთმევენ 1 კილოგრამ ბოსტნეულთან. ხახმი პროცეული მოყვება ზემოდან. აი ეს შემთხვევით კი არ მოყვება, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ის ანტიოქსიდანტია და ანეიტრალებს, ანუ ამსუბუქებს ზიანს. ამიტომ პროდუქტები სად არიან ყველაფერში? არ დამიჯახო. პროდუქტები მე ძალიან მიყვარს და რომელიც პროდუქტები რომ არის სხვაობა. გააჩნიან, რომ უმაღლესი ხარისხის ფქვილით არ უნდა იყოს დამზადებული პოლი და უნდა იყოს რაც უფრო დიდად არის, აი წერა ღომი ახსენეთ და ღომის და ჭადს შორის სასარგებლო თვალსაზრისით სხვაობა. ღომი გაცილებით უფრო სასარგებლოა, გაცილებით უფრო ნაკლებ კალორიულია. უკვე იმერლებს აღარ მოეწონებათ, იმიტომ რომ საფუნტოა იმერლებისთვის, გურულებისთვის. იმიტომ რომ ჭადის ფქვილი არის დაქუცმაცებული და ის დაღერღილია. აი რაც უფრო მსხვილად არის დაფქული ნებისმიერი ფქვილი, ნებისმიერი პროდუქტი, თუნდაც მიგოზი, აი თლად გამერდინებული, უფრო ნაკლებად სასარგებლოა. უფრო მსხვილად დაღერღილი თუნდაც იმ ბაჟეში და საცივში გაცილებით. ხო, მაგრამ ეს მრავალფეროვნება ხო კაცობრიობამ თავისი განვითარების ევოლუციის შედეგად მოიტანა. ზოგ შემთხვევაში გადარჩენისთვის იყო პროდუქტები, რომლებიც, თქვათ, ადვილად ხელმისაწვდომი იყო. რაღაცები ფუფუნებისთვისაც. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ზომიერების დაცვა და შენი გადაცემა, თქვათ, აქ რა როლს თამაშობს, რომ სადღაც წერტილი უნდა დასვა და ეს აუცილებელია. ზუსტად ზომიერების დაცვას ეხება საიმედო რეკომენდაციას და გემრიელი რეკომენდაციას. ჩვენ არასდროს არ ვგზავნებთ ხოლმე ეს არ მიირთვათ, ის მიირთვით, ერთადერთი წერტილი მაინც არის რამდენიმე პროდუქტი, მაგრამ თქმილი გაზიანის სასმელები არის ძალიან მავნე ადამიანის ჩართულობით, ძალიან სწრაფად ხდება შაქრების ათვისება და თან გვასუქებს და არანაირი სარგებელი არ აქვს. შაქარი ძალიან ცუდია, თუმცა ხოლმე ამ წყარს და ტკბილეულს ვერ ავიგზავნოთ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე, აი 5-ელში შედის მავნე პროდუქტებს შორის შაქარი და შეიძლება 3-ელშიც. ერთ-ერთი ყველაზე უფრო და აი წერტილს მაინც ვებსვამ ხოლმე, რომ აი ეს არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ, მაგრამ ხო ძალიან იშვიათად თბილი გაზიანის სასმელები, მაღალი შაქრის შემცველი პროდუქტები და მითები ყველაზე უფრო თაფლი ძალიან სასარგებლო რომ ამბობენ არ არის ამწუხაროდ. შაქარს შეიძლება ჯობიათ, რომ გარკვეული სარგებელი არ იმაში, მაგრამ ზიანი შაქრის სახით იმდენად მაღალია მასში, ვერ აბალანსებს მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები იმ ზიანს. ამიტომ ერთი ჩაის კოპზე თაფლი კი ბატონო სასარგებლოა, მაგრამ ერთი ჩაის კოპზით არასდროს არ შემოიფარგლებიან ხოლმე. საიმედო რეკომენდაციებიდან გემრიელ რეკომენდაციებამდე. რა გააკეთე უკვე და რას ფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გასაკეთებელია? თემა არის იმდენად დიდი ზოგადად საკვები ინდუსტრია, თვითონ კერძების მომზადების ტექნოლოგია, პროდუქტების არჩევის წესები, ან ძალიან დიდია თვითონ პროდუქტია მარტო იმდენი, რომ მე ვფიქრობ ამოუწურავია და რადიოს პლუსი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო მეტი დრო და უფრო მეტი კითხვის დასმის საშუალება დიალოგში შესვლა და დისკუსიაც ხან არის ხოლმე კამათიც ხო შეიძლება არ ეთანხმებოდი სტუმარს და ბევრი კითხვა დასვა ის რაც შეიძლება გაუჩნდეს მსმენელს. ამიტომ რადიოს თავისი უდიდესი პლუსი აქვს და არც ერთი მეორეს არ ცვლის. იმ ტელევიზიასთან ხო ერთი დებივით არიან. ხო ნამდვილად არ ცვლის ერთი მეორეს. მადლობა მარიამ. მოდი კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ საიმედო რეკომენდაციების ნახვის შესაძლებლობა გაქვთ იმედის დღის გადაცემაში, რომელიც პარასკევობით გადის. კი ბატონო, პირველის ნახევარზე და გემრიელი რეკომენდაციების მოსმენის შესაძლებლობა გაქვთ ყოველ 4 შაბათს 1-დან 2 საათამდე ჩვენი თემატური გადაცემების ზოლში. და მე წარმატებები მინდა ისურვო და რითაც დავიწყე, რაღაცნაირად ამ სურვილით მინდა დავასრულო, რომ შენი გადაცემები ყოველთვის ყოფილიყოს საზოგადოებისთვის საინტერესო და რაც თავარია რაღაცნაირად საზოგადოებრივი სიკეთის შემქმნელი, იმიტომ რომ ეს მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის გაცნობა არ არის. ეს არის მასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი შეკითხვის პასუხები და საშუალება იმისა, რომ რაღაცნაირად გაერკვე და უბრალოდ იცოდე რას მიირთმევ და ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს ყოველდღიურობაში და მართალია პირდაპირ ჯანმრთელობას უკავშირდება. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ნელ-ნელა მომხმარებლის ინტერესიც იზრდება და ინფორმირებულობაც იზრდება, იმიტომ რომ
პირდაპირ დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, მართალია არა ყისიერი ეფექტი ან დღეს რასაც მივირთმევთ, რა თქმა უნდა, ხვალ უძებნით დღეს მივირთვით, ხვალ არ მოვხდები, მაგრამ თუ ჩვენ ყოველდღიურად რაღაც ცუდად ვიკვებებით, 10 წლის შემდეგ ეს აუცილებლად აისახება უარყოფითად ჩვენს ჯანმრთელობას და 10 წლის მერეც შეიძლება უფრო მეტად გვინდოდეს ვიყოთ ჯანმრთელები და ვიდოდეს სიცოცხლე, ვიდრე დღეს. ამიტომ იმ 10 წელს, მომავალ 10 წელს, 15-20-ს და კიდევ უფრო წინ აუცილებლად უნდა გავიხედოთ. დიდი მადლობა მომდევნო 4 შაბათს უკვე მარიამი თავის 10 წელში იჭდება. ნახვამდის.